Hi. ამიცა კარგად გაგასწროთ. გამარჯობა, ჩემოწყვილებო და საყვარლებო, როგორ ხართ? იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და ბედნიერად მისევ დაგიბრუნდით ახალი ვლოგით, unboxing-ით ისევ მოკლედ ისევ სახალხო unboxing-ი გველოდება, მე თქვენ წინადაც დაგვერდით, რომ კიდევ ერთი სახალხო unboxing-ი გვექნებოდა. მიცეწოთ დაგწყვეტით ხოლმე, აი ესე. კიდევ ერთი სახალხო unboxing-ი გვექნებოდა ახალ წლამდე, რა თქმა უნდა, მე დაპირებს ყოველთვის ასრულებ. ასეც სიტუაციებში ვწკები. კიდევ ერთი ამანათია, ოღონდ იმას არ გაჩვენებთ. გაჩვენებთ, ოღონდ უფრო მოგვიანებით, რადგან იქ წესით რაღაცა ვიდეოს, რასაც ეხლა ვერ გაჩვენებთ. ამიტომ იმასაც ნახავთ, მაგრამ წამ მოგვიანებით, ეხლა ძალიან ბევრი სიახლე მაქვს მოკლედ ეხლა მალე ისევ ერთ შოპინგზე წავალთ, ქალაქში გავისერნებ თან კარგი ვლოგიც გამოვა, მე ნათვის ხეს დავაწყობ, მე ახალი წელში შევხვდებით, მე გურიკა და ლუკას აბაძების გამოდის ძალიან მალე და იქაც ავწიობთ, როგორც ყოველ წელს ისე წელსაც მივალ. მოდი ბევრი არ გავაგრძელოთ, თან ეს არის ამანათი გავხსნათ და თან გაჩვენოთ და მოკლედ წელს კიდევ ვფიქრობ ძალიან ბევრს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ან რას ფიქრობთ, ან როგორ უკვე თუ ააწყვეთ ნაძვის ხე ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში, ან თუ ჩემსავით მე ჩვენ ყოველ წელს ტრადიციულად 25-ში ვაკეთებთ, მანამდე არა. აყენეთ ჩემ ოჯახში ყოველ სესია და აი თქვენ როგორ აკეთებთ, ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში, როდის აწყობთ ნაძვის ხეს, ან ააწყვეთ თუ არა, ან ტრენდებს თუ მიყვებით. აი ყოველწლიურად ხო არის რაღაცა ყოველ წელს რაღაცა ტრენდულად არის ხოლმე ეს ნაძვის ხეები. წელს არის რაღაცა ბანტს რო უკეთებენ და როგორი საშინელი. აი ესეთი საშინელება არც ერთი ტრენდი არ იყო, მე მგონი ნაძვის ხეს. აი არ ვიცი, მე ვერ ხედავ მაგაში ისლამაზე და ბაბთას რო ფსკუნიან და ესე რო ჩამოშვებული როა. აქ შეგისვამთ ფოტოს, რას ვგულისხმობ. საშინელება, აი ჯერ ხომ თელს თავის სილამაზეს უნადგურებს და უფარავს ამ ნაძვის ხეს და აი თან აი თუ დააკვირდებით, აი ცნობილი ადამიანები ვინც არიან ესეთი iconic მსახიობები, მომღერლები, არ ვიცი. არავინ არადროს, აი მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში, ყოველ წელს ვადევნებ ხოლმე მაგაც ნაძვის ხეებს თვალყურს, არ მიყვება ტრენდს, ანუ ყველა ისე აწყობს, როგორც მოწონს ნაძვის ხეს. ნუ ლამაზა ზოგი, სადა ზოგი რაღაცა, მაგრამ აი რაღაც ტრენდს მიყოლილი არც ერთი არ არის და ჩემი აზრით ძალიან სისულელია რაღაც, ანუ რა ვიცი, ვიღაც რო ესე აი ესე ერთი აწყობს და მე ყველა რაღაც მიყვება ჯობია ნაძვის ხე აწყო. ისე მე ყოველთვის ისე ვაწყობ, როგორც მინდა ჭრელაჭულა, აბდაუბდა, მაგრამ მაინც ჩემთვის ლამაზი და მხიარულია ჩემი აზრით, როგორც უნდა იყოს. თუმცა რა თქმა უნდა, ხა ყველა შეიძლება ისე ფიქრობდეს, მაგრამ მე ვფიქრობ. მოდი ამასთან გამჭრი. და თქვენც მითხარით მიყვებით ამ ტრენდებს. აი, რამდენი ნაძვის ხე უნდა ყო, უკვე აი ეგრე აწყობილი და მე ასეთი არ მომეწონა, არ ვიცი. დრეზი ხდება ნახეთ, გეჭიტო. და ამიყვარს ეს unboxing-ები, ეს ხოლმე და ისე დავიწყო აი ამის დავიწყო მოდი. აი ამის დავიწყებ. ეს არის ერთი სანათი. ამას ადრეს ხომ მგონი ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ენერგია ძალიან პატარაა ძალიან მაგისტრის, მაგრამ მაინც გაჩვენებ. ეს არის პატარა like წერტილოვანი სანათი თუ არ ვწდები, ხო ეს წერტილოვანი სანათი რამდენი მეტრია, აქ აღარ მახსოვს, მაგრამ დაგიწევთ აქვე. აი USB-ზე ერთდება, ეს მე გაჩვენებთ როგორია და ესეთი წერტილოვანი სანათია. შეიძლება ნაძვის ხეს წინა ნაწილში გამოვიყენო, აი ეს ავდგები და უფრო ახლოდანაც გაჩვენებთ, აი ესეთია. აქვს ესეთი თავკი საერთებელი და არის ესეთი ძალიან ესეთი სინაზე წერტილოვანი. იმედი მაქვს რომ კარგია, აუცილებლად დავტესტავ და გაჩვენებთ. მანამდე კი ცოტა იქით გადავდებ. კიდევ აი ესეთი რაღაც ძალიან კარგად არის შეფუთული, მაგრამ არ მახსოვს ეს უკვე აი წინაზე ინფლუენსერები რომ მოვდნენ, მე აღარ მახსოვს რები გამოვიწერე, აი სულ მეგონა რომ კაი ხარ, როგორ არ გახსოვს. და გავიწყდა ადამიანს რომ იმდენი ხანი ელოდები, რომ გავიწყდა. ჩემ ოჯახის წევრებსაც მქონდა ეხლა მომდათ.
ხმაური, მე რო ვიდეოს ვიღებ, ყველას მიშმინდება რაღაცა. მეც რა პატარებია. არა და საშუალო რომ გამოვწერე და მეგონა რომ უფრო დიდები იყო. მე რა პაჭუკები ეს რა არის? არცეთ რა თქმა უნდა პატარია არ დევს და ყოველთვის ხო ვიცი რომ ეს ტემუ რაღაცა ესეთ პატარა შემოუტენის ყველგან, მაგრამ აი ესეთი ისინია, ესენი რისთვისაც მინდა გაჩვენებთ, ესენი ესეთი პატარა ვითომ სანთლებია, ამას ქვევით დამულაგებ ნაძვის ხეს და ძალიან ლამაზი იქნება. უცებად მე მოგვიანებით გაჩვენებ და ესეთია. აქეთ გადავდებ, ამას რა თქმა უნდა თავის იმას ვუყიდი. შემდეგი არის აი ეს ლამაზი თან. ამას დიდი მიმოხილვები არ ქონდა და ცოტა არ იყოს გამრისკე, ყიდვა, რო იტყვია. მაგრამ ეს ჟანგაბა ეს არის ნაძვის ხის ხალიჩა. ან ქვედა ხალიჩა. გეცოდინებათ რასაც გულისხმობ ხარ. აი ესე. ნუ დიდია. ზუსტად ისეთია, როგორც მინდოდა, ძალიან დიდია. და აქვს ისეთი პრინტი, იყო თეთრები, მაგრამ მე არ მომწონდა. სხვაში ძალიან კარგი ხარისხია. არ ველოდი ესეთ ხარისხს. მეგონა რომ რაღაც ბანძი იქნებოდა. ამას მე ნაძვის ხეზე გაშლიელზე უფრო კარგად განახებთ, სანტა ახატია. ესეთი რაღაცა უფრო წითელ ფერშია, ინახეთ. ეს სანტა ახატია მთლიანად, აი აქ სანტა. მთლიანად ხედავთ? ესე ძალიან ლამაზია. ვფიქრობ რომ თან თემატურია. რაღაც თეთრები და რაღაცა იყო, მაგრამ მე ეს მომეწონა. სანტუკა. ძალიან ლამაზი. სხვა ძალიან კაი ხარისხია და ძალიან დიდია. ამის ძვირი არც მინდოდა რომ კაია ვერ წარმოიდგენ. ამას არ ველოდი ესეთ კარგად რაღაცა დაიძრა, რა ვიცი, ძლივს ამ თემაზე და აბა მოდი ესე გავაგრძელოთ. კიდე ესეთი ყუთი. აქ ანუ ვერ გაიგებ უბრალოდ რაში რა დევს. გავხსნათ. ესე ყოლა. ესეც ჩამოვიდა, ესეც არის წერტილოვანი განათება, ოღონდ ეს არის გარე წერტილოვანი განათება. გაჩვენებ. წინაზე მე რომ აქ ისეთი ისო გამოვიწერე. ორი მინდოდა ზუსტად და ესეთი ანუ მზის ბატარეებს რო იტენება. ეს არის ძალიან დიდი, ანუ ესეც ეთყობა, ნახეთ რამდენია. ეს მთლიან ნაძვის ხესაც ეყოფა, მაგრამ მე ნაძვის ხესთვის არ მინდა, ეს მინდა გარე განათებისთვის, ანუ ძალიან იაფი გადავიხადე, რაღაცა ფაზაკლებაც იყო და ისეთი იაფი მივეცი, რომ რავი, ჩემი აზრით განათება არასდროს არ არის აქ იმას ზედმეტი ახალ წელს გაყოლებ. რა მივეცი, რამდენი მეტრია აღარ მახსოვს, აქაც არაწერია. გონი არა. მოძებნიდან აქ დაგიწერთ, ამჯერად მაინც მინიმუმ არ დამოწყდება აქ ჩვენება რაღაცების, იმიტომ რომ ეს არის უცნაური მარიცნება ხოლმე. კიდევ ერთი რამე. ეს საკმაოდ დიდია. და საყვარელი. გაჩვენე, ეს გავხსნითა. მე მქნება. არ ვიცი ეს აქ რა არის ხოლმე, მაგრამ აქ ძალიან ვირი ყოველ წელს ისენტები და სულ მინდოდა რაღაცა ესეთი სენტა ფიუატი რაღაცა აქცია იყო და მაგ აქციის ფარგლებში ვიყიდე და აი просто ნახეთ რა საყვარელია ნაკეთ ეს ზომაკ ძალიან ნორმალური ამას ქოვით დავდებ რა თქმა უნდა ნაძვის ხეზე არანათებს და არაფერი უბრალოდ ისეთი პატარა საყვარელი სანტუკა თავისი ესეთი ხურჯინის უკანაც გაჩვენებთ როგორ აქ მოკიდული ხურჯინი ძალიან ლამაზია და ძალიან საყვარელია მე თუ მკითხავთ ნახეთ ძალიან საყვარელი პატარა სანტუკა ეს ნამდვილად ძალიან მომწონს ნახეთ რა საყვარელია უკან კი ხედავთ თუ ანათებს ჩემი წინაზე შედენილი განათება მისცეს პატარა ისეთი უყიდე კიდევ აი ეს საყვარლად არის შეფუთული ნახეთ просто რაღაცა ამაში მგონი ხვდები რაც დევს მაგრამ დამაგარდალი ეს ხამე გაჩვენებ და უფრო დიდი მეგონა ხო მგონი ის დევს რასაც ვფიქრობ მაგრამ კი ის დევს რასაც ვფიქრობდი რომ დევს მაგრამ უფრო დიდი მეგონა რატომ ხარ ზომაში ესეც რაღაცა აქციები იყო სიმართლე რომ გითხრა
არაფერში მე ახლა კატასტროფულად ძვირი არ მიმიციო, რა პატარა. არა და მეგონა რომ დიდი იქნებოდა ჩვენებს ხო. რა არის ეს? ამასაც დარწმუნებული პატარა იბი არ ვდოს. რომ არცებს არ ვდოს ხოლმე. ხო, არა არც ამას არ ვდოს. მაგრამ მე ჩავდებ და აუცილებლად გაჩვენებთ როგორია. მე მეგონა რომ უფრო დიდი იქნებოდა ესეთი like ესეთი ის არის ვარდი შიგნით თეთრი არა. კოტროთ წითელი და ეს გარედან ანათებს და წეს ძალიან ლამაზი იქნება. ამაში პატარა იერს რო ჩავდებ ამას სამწუხაროდ ახლა ვერ დავტესტავ. ესეთია, ძალიან პატარაა, უფრო დიდი მეკონა რომ იქნებოდა. ამას სამწუხაროდ ახლა ვერ დავტესტავ, მაგრამ აუცილებლად ამ დღეებში ვიყიდი პატარა იერს და მე დავტესტოთ კიდევ მომდევნო ვლოგში ერთად. მაგრამ და კი ეს შევინახავ რომ ესე ვთქვათ. არტაზი, მოგვიანებით ვიზამ მოკლედ მაგას. ასეთი რა მოსებია, მაგრამ ამასა ყველაფერს ვერ გაჩვენებ. კიდევ გამოვიწერე აი ეს რომელიც ცალკე კიდე გადაფრთულია. შედახარ მატრატაულ მომშველელო სამწდები. შემოშველელი დამჭერდება. ახლა ის გავაკეთე. ის გავწრი რომ ასე ვთქვათ იმაში არ გამოჩდეს ეს. რამე მაინც თქვა. რამე არ მოუარს მე ამ YouTube. როგორც იძლევა. ხალხი გაჩვენებთ ამაში რა დევს. აი ეს დევს უყურეთ აფიცალია. აფიცალია. თუ ვაჩვევი და იმედი მაქვს რომ მეყოფა და იმედი მაქვს რომ ნორმალური ზომა იქნება, ანუ ნაძვის ხეს ეყოფა. ეს არის ღობე. ნაძვის ხის ღობე. არ ვიცი ეყოფა თუ არა, მაგრამ fingers crossed იმედი მაქვს რომ მეყოფა. აი ესეთი. თორემ საერთოდ არ გავუკეთებ და რამე სხვას მოვუკეთებ, მაგრამ იმედი მაქვს რომ მეყოფა. აი აქ რამდენიმეა 10 ცალია სულ. თუ სწორად მახსოვს. აი ესეთი ღობე. რა ვიცი, ზომაც ნორმალურია ესეთი. დაბალი არ არის, არ ძალიან მაღალია. მე ვფიქრობ რომ ნორმალური იქნება. მე ვცდილობ კი აი ეს არის მომთხოვა რომ გამოიწერეო და ვინც გამოვიწერე იტენება გონჯერ დატენილი არ არის ისე კაბელი მოყვება თავისი ასე ჩამოკიდებთ ამაზე ნატურაზე თუ რა ვიცი რაზეც გინდათ რომ დატენით მე და როგორ უნდა ჩართო კოინ დატენილი არ არის აქ power ამას უნდა დააწვე. მაგრამ დავტენი და გაჩვენებთ როგორია. ეს ხოლმე ტრიალებს. არა, აგერა გაშკარად. თავი, მაგრამ დატენილი არ არის. აი ესეთი, აი შუქი რო არ არის ხოლმე, ამას ჩამოკიდებ და გექნება ელექტროენერგია ნებისმიერ დროს. როცა შუქი არ იქნება. ჩვენ ახლა იცით ეს როგორი პრობლემაა ახლა. გეცოდინებათ. ხოდა შემიძლია და მაინც აქ რაც დევს ამას მე არ გაჩვენებ, მაგრამ ეს მე არ მეკუთვნის. სხვისია. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც გამოვიწერე. წინა სახალხოდ, წამით. წინა სახალხოდ, ეს არის ახალი ბოლო თემის unboxing-ი ჩემგან. თქმა უნდა, მე კიდევ იქნება, მაგრამ წინა სახალხოდ ეს არის ბოლო სახალხო ნივთები, რაც გამოვიწერე. აუცილებლად კიდე გადავიღებთ ამას unboxing-ს. წინგელოდებათ ნაძვის აწყობა და ჩემი სახლის დეკორაციები და ახლა უკვე იმდენი რამე მაგ დასა დეკორირებელი რომ რა ვიცი რა გითხრათ ეხა ამ რაღაც ცოტა განათებებს ამგეს და დავტე სტალ რომ გაჩვენოთ როგორია თან და მოკლედ სულ ეს არის მეტი რა ვიცი წინ ბევრი საინტერესო ბლოგი გელოდება თავისუფლად ამიტომ მაინც შეგახსენებთ რომ გამეწერეთ ჩემი არხით ჯერ საგაკეთებიათ ხო დაელოდეთ ეხა ბოლოსკენ გაჩვენებთ აი ეს განათებები და რაღაცები როგორ მუშაობს რა ვიცი ალბათ საინტერესო იქნება ერთი უკვე შევაერთე მეცადე ფოკუს გავასწორებ აი ესე და გამოიყურება ესე ანათებს ესე ფერად და ეს ერთ-ერთი წერტილოვანი განათება რომელსაც ავარაუდოთ ნაძვის ხეზე გამოვიყენებ ან არ ვიცი შეგიძლიათ თქვენი ვერსიებით დამიწეროთ ესეთია, ძალიან ლამაზია, მე თუ მკითხავთ. ნახეთ?
და მომწონს. ეს შევაერთეთ დასატენად, აი ხედავთ, აგერაცა ჩვენებს როგორ იტენება და თან ავანთე და როგორც ხედავთ, ძალიან კარგი განათება ქონია. ხეს დაიტენება და მე უკვე მაჩვენებ ბებიას მოკლედ. Don't be scared, but ყველა ვიდეოს მერე ოთახი გამოიყურება ესე, ჩემი შტატები. ესე და ეს ყველაფერი არის ისევ ჩემი დასალაგებელი, რა თქმა უნდა. ხა ვინ დაალაგებს? ვერავინ. მე თურმე ვწდებოდი, ამას პატარაიები აქ და ანათებს, ეხლავე ავანთებ, რომ განახოთ, პროსტა შეხედეთ რა ლამაზია და როგორი საყვარლობა. აი ეს ანათებს, როგორ მოხდა რომ პატარაიები ჩაუდეს, არ ვიცი. მაგრამ ეს ეხლა კიდე კარგად არ ჩანს, იმიტომ რომ მაინც დღეა, მაგრამ წარმოიდგინეთ, აი ღამე სიბნელეში რამდენად ლამაზი იქნება, უბრალოდ აი წარმოიდგინეთ, ნახეთ просто. კიდე აღმოჩნდა რომ ესენიც თურმე ანათებს, ანთებული არის უფრო საყვარელი შეხედეთ. აქ. წარმოიდგინეთ ეს ნაძვის ხეზე როგორი ლამაზი იქნება ქვევით დადებული. აქ მაქვს ყველაფერი მოლაგებული, ასე გამეყურება ჩემი ახალი საშუბაო სახატლო დეკორაციები, რა თქმა უნდა ნაწილი, იმიტომ რომ ბევრი მაქვს ძველი და კიდევ ალბათ რამდენიმეს დავამატებ. ბაზარში ვიტყავთ, მომეწონა და ეს არის მოკლედ. მე კიდე დღეს აი ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ხმართმოყოლთ ბედნიერი შობა ახალი წელი გაგითანოთ და მოკლედ ყოფილს კარგს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ მომავალი წელი იქნება ყოველთვის ბედნიერი და კარგი. რა თქმა უნდა კიდევ ბევრ ვიდეოში მოგთავაზებთ ახალ წლამდე და ახალი წლის მერეც ეს უბრალოდ არ მინდოდა ეს დღეები რაღაც ეს ვიდეოების გადაღებათან ამინდით და გარემოც არ მიწყობდა ხელს, მაგრამ რა ვიცი მე სულ უპირდები ხოლმე რომ გავაქტიურდები თქო და არ მოვიდა ეს გააქტიურების პერიოდი, მაგრამ ეხლა იმდენი რამე ხდება. ეხლა იწყება დაბადების დღეების სეზონი ჩემ ოჯახში, ჩემი დაბადების დღეც მოდის მალე. ასე რომ გპირდებით რომ უფრო აქტიური ვიდეოები მექნება.